ჩვენ აქ მოვიწვიეთ მედიცინის, განათლების სფეროს წარმომადგენლები, ჟურნალისტები. ქართულმა მედია ჯგუფმა გადაწყვიტეს, რომ ერთგვარად გაგვიანალიზებინა თუ რა გავაკეთეთ, როგორც მედია ორგანიზაციამ და როგორც უფლებადამცველმა ორგანიზაციამ ამ პერიოდში. და რამდენად სასარგებლო და შედეგიანი იყო ეს ჩვენი მუშაობა ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ქართული მედია ჯგუფი უკვე 11 წელია, რაც მუშაობს როგორც უფლებადამცველი, ასევე როგორც მედია ორგანიზაცია. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ ვიმუშავებთ ქალთა უფლებებზე, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადამიანების პრობლემებზე. გვინდოდა ჩვენ მათი ხმა მიგვეწვდინა ფართო საზოგადოებისთვის, მუშაობდით ეთნიკურ უმცირესობებზე. რეალურად ვიმყოფებით რუსული ჰიბრიდული ომის პირობებში. სწორედ აი ამ გარემოში გვიწევს მუშაობა და ამ გარემოში გვიწევს ნავიგაცია ქართულ მედია ჯგუფს და ჩვენ რეალურად მუშაობთ იმ საფრთხეებზე, რასაც ატარებს ეს მაგალითად რუსული ჰიბრიდული საფრთხეები, ფსიქოლოგიური ოპერაციები, როგორ მართავენ ისინი ფსიქოლოგიურ ოპერაციებს და რეალურად აი ამ საქმეების მხილებით ვართ დაკავებული და ამაზეა გადარქმული ჩვენი გუნდი. თითქოს შემთხვევით წარმოთქმული პუტინის სიტყვები რეალურად რუსეთის ჰიბრიდული ომის სტრატეგიის ანარეკლია. თანამედროვე მსოფლიოში ომს ის აწარმოებს არა მხოლოდ ტანკებით და ბომბებით, არამედ საინფორმაციო სივრცეში, ეკონომიკურ ფრონტზე და საზოგადოებრივ ურთიერთობებში. წლების განმავლობაში ძალიან ბევრი კვლევა მოამზადეთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა გზას გადის ეს დეზინფორმაცია, ვიდრე მოქალაქე დაიჯერებს ამას და შემდეგ თავად გაავრცელებს, თავად გახდება გამტარი ამ დეზინფორმაციის და ვცდილობთ, რომ მოქალაქეებისთვის აი ეს ეტაპები მათთვის გასაგებენაზე მარტივად მიგვეწოდებინა, რომ დაცულები ყოფილიყვნენ ისინი ფიზიკურ სივრცეში და ასევე ონლაინ რეჟიმშიც შეძლებოდათ, რომ გაერჩიათ სიცრუე ნამდვილი ინფორმაციისგან და არ გამხდარიყვნენ ეს პროპაგანდის სამიზნეები. ამასთან ერთად ჩვენ კორუფციასთან ბრძოლასაც აქტიურად ვახორციელებდით და აქტიურად ვიყავით ჩართულები ამ პროცესში. არაერთი მასალა და არაერთი ფაქტი გამოქვეყნებულა თუნდაც მეტალაბზე, ბიძინა ივანიშვილის გადამალულ კომპანიებზე, მის საეჭვო კავშირებზე რუს ოლიგარქებთან, სოფლიო დონის თაღლითებთან. ჩვენი გადამღები ჯგუფი ხშირად გაამხდარა ფიზიკური რისკის წინაშე საფრთხე შექმნია. გავიხსენებ ასევე საოკუპაციო ხაზთან ერთ-ერთ სოფელში, აწვში, როდესაც პრობლემებზე მუშაობდით, ამ ადამიანების პრობლემებზე, ვინც რუსული ჯარის სიახლოვეს ცხოვრობენ და სწორედ აქ ჩვენ ფიზიკურად გაგვისწორდნენ, ასე ვთქვათ, წახალისებული ჯგუფები, ვისაც არ მოსწონდა ჩვენი საქმიანობა. ქალთა უფლებების დაცვით დავიწყეთ საქმიანობა და მათი გააქტიურება, მაგალითად საკუთარ საქმიანობაზე, საკუთარ პრობლემებზე, საკუთარ გამოწვევებზე საუბრა და ჩვენ სივრცეს ვაძლევდით, რომ მათი ხმა არ დაკარგულიყო და ქალების ხმა ყველას გაეგო რეგიონის მასშტაბით და მის ფარგლებს გარედაც. მოგესალმებით, ქართული მედია ჯგუფი აგრძელებს გადაცემას ქალის ხმა. ჩვენ მაყურებელმა იცის, რომ საუბრობთ ამ გადაცემის საშუალებით გენდერულ დეზინფორმაციაზე, თუმცა ამასთან ერთად განვიხილავთ მიმდინარე აქტუალურ მოვლენებს. მინდა ხაზი გაუსვა და გამოვყო განსაკუთრებით გაზეთი, რომელიც ჩემს უკან არის, ჩვენს მიერ გამოცემული ხმა ქართველი ქალისა, ეს არის ანალოგი იმ გაზეთისა, რომელიც კატო მიქელაძემ დაახლოებით საუკუნის წინ გამოსცა. ამ გაზეთით ჩვენ ვუყვებოდით ადამიანებს ისეთ ადგილებში, სადაც მათ ინტერნეტზე ხელი არ მიუწვდებათ სხვადასხვა ასაკის ადამიანებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. ჩვენ გვინდოდა მათთვის მიგვეწვდნა რეალური ინფორმაცია, რომ ისინი არ ყოფილიყვნენ დეზინფორმაციის, პროპაგანდის მსხვერპლები და სწორედ ეს გაზეთი გვაძლევდა იმის საშუალებას, რომ ჩვენ აი ამ ფორმით ბეჭდურად მიგვეწვდია მათთვის რეალური, სწორი, გადამოწმებული ინფორმაცია. დავიწყეთ გაზეთის გამოცემა ქალის ხმა, ქართველი ქალისა, რომელიც არის კატო მიქელაძის გაზეთის ანალოგი, რომელიც ერთი საუკუნის წინ გამოდიოდა და ამით ვცდილობთ, რომ გავაძლიეროთ საოკუპაციო ხაზთან ცხოვრები ქალები. რუსეთის ჰიბრიდული ომი განსაკუთრებით საინფორმაციო სივრცეშია აქტიური, სადაც ყალბი ამბებით, დეზინფორმაცია პროპაგანდით და მიზანმიმართული ნარატივებით მიმდინარეობს საქართველოს დასავლური კურსის შესახებ, რომლის მიზანია ნდობის დასუსტება და საზოგადოების პოლარიზება. საგანმანათლებლო ტრენინგები ჩავატარეთ სოფლად მცხოვრები ქალებისთვის, დევნილებისთვის, ვცდილობდით მათ გაძლიერებას და გვინდოდა ჩამოგვეყალიბებინა
შეიქმნა მათი კრიტიკული აზროვნება, შეიქმნა აქტიური ლიდერთა ჯგუფებიც ამ მიმართულებით. მაგალითად კიბერუსაფრთხოების თემაზე ჩვენ საჯარო მოხელეების გადავამზადეთ და ის შესაძლებლობები სრულიად უფასოდ მივეცით და გავუზიარეთ, რასაც მაგალითად კერძო დაწესებულებაში, როდესაც გადაწყვეტდნენ მისვლას, იქ საკმაოდ სოლიდური თანხის გადახდა მოუწევდათ. ანუ ჩვენ ამით რისი თქმა გვინდა, რომ ეს ყველაფერი დემოკრატიულ ქვეყანაში წესით უნდა იყოს ხელისუფლების ინტერესი, რომ საკუთარ მოქალაქეებს კონდეს ის უნარი, რომ თავად დაიცვას თავი როგორც კიბერგამოწვევებისგან, ასევე ფიზიკურ სივრცეში როგორ დაიცვას თავი და არ გახდეს პროპაგანდის მსხვერპლი და შემდეგ მისი ქცევა შესაბამისად არ შეცვალოს. დემოკრატიულ ქვეყანაში ამას ერთიანად ყველა ერთობლივი ძალისხმევით ცდილობს, რომ მოქალაქეები ამ მიმართულებით გააძლიეროს და ეს თუ კი არის დანაშაული, რასაც ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში ვაკეთებდით, მაშინ როგორ წარმოუდგენიათ იმ ჯგუფებს, რომლებსაც არასამთავრობო სექტორზე და ზოგადად სამოქალაქო საზოგადოებაზე, მათ შორის მედიაზე აქვთ განსხვავებული დამოკიდებულება, რას აკეთებს ეს სექტორი ისეც, რაც ამ ქვეყნის მოქალაქის ინტერესებს თან თანხმდრაში არ არის და რაც ეწინააღმდეგება ამ ქვეყნის ინტერესს. ქართული მედია ჯგუფი ინტენსიურად მუშაობს ტექნოლოგიური მიმართულებებით, რაც ეხება მაგალითად ხელოვნურ ინტელექტს, რომლის გარეშეც უბრალოდ მომავალი არ ექნება კაცობრიობას და მომავალი არ არსებობს, ამაშიც ნოვატორები ვიყავით, ისევე როგორც ნოვატორები ვიყავით თავის დროზე კიბერუსაფრთხოების და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე, რომელიც პირველი ჩვენ შემოვიტანეთ რეგიონში და პირველი ჩვენ დავიარგეთ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ამ ყველაფერს თუ ადამიანის თვალი იმდენად კარგად ვერ ამჩნევს, ამ ყველაფერს ძალიან კარგად ამჩნევენ სპეცსამსახურები და განსაკუთრებით ისეთი სპეცსამსახურები და ისეთი კიბერჯგუფები, როგორებიც ყავს რუსეთს. მსგავს შეტევებს არამხოლოდ ტექნოლოგიური ზიანის გამოწვევა შეუძლია, არამედ საზოგადოების ფსიქოლოგიურ უსაფრთხოებასაც არღვევს. მისი მიზანია შიშის დათესვა და კონტროლის დაწესება, რაც საქართველოს ბოლოდროინდელი შემთხვევებიდან ომის დაწყების ან ეგრეთ წოდებული მეორე ფრონტის გახსნის ნარატივებიდანაც ჩანდა. წესით ნორმალურ განვითარებულ ქვეყანაში არასამთავრობო სექტორი, მაგალითად ქართული მედია ჯგუფი, რასაც აკეთებს, პირიქით ხელშეწყობა უნდა ჰქონდეს სხვადასხვა ადგილობრივი სექტორის მხრიდან, რომ ამ მიმართულებით მოქალაქეების გაძლიერება უფრო მეტი სიხშირით და მეტი ინტენსივობით ყოფილიყო და არა ისე, რომ პირიქით ებრძოლო სამოქალაქო სექტორს, იმიტომ რომ მოქალაქეებში შეაქვს ახალი შესაძლებლობები, ხელს უწყობენ მოქალაქეებს განვითარებაში, ხელოვნური ინტელექტი იქნება თუ კიბერუსაფრთხოება, ამას სრულიად უფასოდ მოქალაქეებს ასწავლიან, როგორ გამოიყენონ მისი ხელსაწყოები, რომ ერთის მხრივ არ აღმოჩნდნენ დეზინფორმაციის მხრივ და მეორეს მხრივ კონდეთ გამოცდილება, რომ გახდნენ კონკურენტუნარიანები ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, რომელსაც ვერ გავექცევით და აი ამის ნაცვლად პირიქით გვებრძვიან იმისთვის, რომ ეს შესაძლებლობა გააქრონ და მხოლოდ პროპაგანდის მანქანა ამუშაონ.